აი, ანუ ეხლა ცოტა ხანი და მე მოგესალმებით, მივესალმები სამტრედიას, პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები ჩვენ ლეგენდარულ ქართულ ფეხბურთის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეს, კახი კალაძეს, ადამიანს ალბათ წარდგენა არ ჭირდება აქ სამტრედიაში და ზოგადად ჩვენ ქვეყანაში. მივესალმები ჩვენ მეგობრებს, FIFA-ს წარმომადგენელს, ბატონ ერხანს, მადლობა ჩვენ მეგობარს მობრძანებისთვის. მივესალმები UEFA-ს წარმომადგენელს, ბატონ დენის, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან. მივესალმები ქართული ფეხბურთის ლეგენდებს, რომლებიც აქ არიან. მივესალმები ბავშვებს, მოგესალმები თითოეულ თქვენთაგანს. და ასევე მივესალმები ჩემ მეგობარს, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება. მეგობრებო, დღეს ძალიან ბედნიერი დღე არის და ძალიან ამაყი დღე არის, ვინაიდან თითოეული ასეთი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსთან ერთად, ვახორციელებთ FIFA-სთან და UEFA-სთან ერთად, რა თქმა უნდა, არის უდესი ბედნიერება და სიამაყის გზნობა. ძალიან მიხარია და ძალიან ამაყი ვარ მე. რომ დღეს უკვე შეგვიძლია ოფიციალურად, აი როგორც ხედავთ, ეს არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი გავხსნათ და ცენტრი, რომელსაც ალბათ ვისი სახელი თუ არა კახი კალაძის სახელობის უნდა იყოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კახი კალაძის საფეხბურთო ცენტრი ერქმევა ამ არაჩვეულებრივ ინფრასტრუქტურას. მინდა კახის მიულოცო ადამიანს, ჩემ მეგობარს, ჩვენ მეგობარს, ღირსეულ ქართველს, ადამიანმა, რომელმაც ძალიან ბევრი სიხარული მოგვანიჭა წლების განმავლობაში, ვამაყობდით მისი წარმატებით, მისი თამაშით, მისი ტიტულებით და მე ძალიან კარგად ხვდები თუ რამხელა ემოცია და ბედნიერებაა კახისთვის და კახი შენ ეს დაიმსახურე, მინდა კიდე ერთხელ მადლობა დაგიფიქსირო ჩვენი ორგანიზაციის, ჩემი სახელით და სრულიად საქართველოს და ქართული ფეხბურთის ოჯახის სახელით და მადლობა გითხრა კიდე ყველაფრისთვის, რაც შენ გააკეთე და რასაც გააკეთებ მომავალში. რაც შეეხება პროექტს, გეტყვით ორიო და სიტყვით, როგორც ხედავთ, ორი სტანდარტული სტადიონი არის, სადაც დღეიდან უკვე ბავშვებს აქაურთ სამტრედიელებს შესაძლებლობა ექნებათ ითამაშონ, ივარჯიშონ და ისიამონონ უბრალოდ ამ არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით, როგორც ხედავთ, არსებობს მცირე ზომის ტრიბუნა, განათებული ორივე სტადიონი, ასევე შენობა, სადაც არის გასახდელები, ყველა ის საჭიროება, რომელიც ხელს შეუწყობსო ბავშვებმა ითამაშონ ფეხბურთი და წარმატება მოუტანონ ქართულ ფეხბურთს და ჩვენ ქვეყანას. ეხლა კი რა თქმა უნდა მინდა სიტყვა ვთხოვო და მოგმართოს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ. მადლობა, მოგესალმებით ყველას და მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია რომ ამდენ გახარებულ ადამიანს ხედავ, ამდენ გახარებულ ბავშვს ხედავ და ასეთ ბედნიერ სახეებს ხედავ და მართლა ძალიან ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც ბავშვებს პირველ რიგში ექნებათ, რა თქმა უნდა, განვითარების საშუალება და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები ყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე კიდევ ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ყველას მინდა განსაკუთრებული წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს სამტრედიაში. ეს სტადიონი კახა კალაძე არის არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ეს არის ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მან შექმნა ის ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება ჭირდება და ეს სტადიონი ამისათვის შექმნის საუკეთესო საშუალებას. მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას.
პირადად ლევან კობიაშვილს, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს FIFA-ს, UEFA-ს, რომელმაც ხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს და ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო მარაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და მინდა მოგილოცოთ ყველას სამტრედიელებს და ყველას სამარაჩვეულებრივი საფეხბურთო კომპლექსის გახსნა. მადლობა. ეხა კახისთხოვთ მოგმართოს რამოდენიმე სიტყვით. მოგესალმებით, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია ჩემთვის დღევანდელი დღე. აქ შეკრებილ ადამიანებს ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, თუმცა იმ ხელა არის სიხარული და სიამაყის გრძნობა, განწყობა, რა თქმა უნდა, ვერანაირი ამინდი ვერ შეგვიშლის ხელს. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ლევან, შენს გუნდს იმ მაგარი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით აკეთებთ და დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სამტრედიაში გაკეთდა ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურა, სადაც აი ამ პატარებს, აი იმ გულანთებულ პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოვიდნენ მაგარი, წარმატებული ფეხბურთელები. ბავშვებო, არასდროს არ გაჩერდეთ. ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ იყოთ ცხოვრებაში წარმატებულები. ცხოვრება საინტერესოა იმით, რომ თქვენ გექნებათ უამრავი ხელისშემშლელი ფაქტი, იქნება სირთულეები, მაგრამ არ დანებდეთ. ხელები არ ჩამოყაროთ, ყოველთვის იბრძოლეთ იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმუმი იმ საქმიდან, რასაც აკეთებთ, რაც გიყვართ და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის. წარმატებები მინდა გისურვოთ. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით UEFA-ს და FIFA-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადო იმ ხარდაჭერისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც ისინი იჩენენ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ასევე ჩვენთან არის ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მინდა მას მადლობა გადაუხადო. დღეს საღამოს ქუთაისში საინტერესო შეხვედრა გაიმართება საქართველოს ვეტერან და ლატვიის ვეტერან ფეხბურთელებს შორის. აქ არის ჩვენი მეგობარი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, მივესალმოთ მათ. მადლობა უთხრათ იმისთვის, რაც გაუკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და წარმატებები უსურვოთ მომავალ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მადლობა ლევან, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და მინდა წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურობაში. მადლობა კახი. ეხლა სიტყვა ვსთხოვ ჩვენ მეგობარს, FIFA-ს წარმომადგენელს, ბატონ ერხანს, რამოდენიმე სიტყვით მოგმართოს და კიდევ ერთხელ გადაუხდი მადლობას მის, ასევე ჩემ მეგობარს, ჯანი ინფანტინოს, პრეზიდენტს, FIFA-ს პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და გვეხმარება ასეთი არაჩვეულებრივი პროექტების განხორციელებისთვის. გამარჯობა სამტრედია, გამარჯობა ჯორჯია. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ლეგენდარულო კახი კალაძე, ბატონო ლევან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, დავით, მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფები დღეს. დავხსნით ამ სასწავლო ცენტრს, რომელიც აშენდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ და დაერქვა სწორუპოვრად კახი კალაძის სახელი. საოცარი ხალხის გარემოცვაში ვარ და FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს და გენერალური მდივის გრამატიასის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, უშველებელი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მოგილოცოთ მივულოცოთ ქართულ ფეხბურთს, აი ამ ინიციატივის განხორციელება, აი ამ სასწავლო ინფრასტრუქტურის შექმნა. ნამდვილად ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენაა საქართველოს ფეხბურთისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს ინვესტირებას, აგრძელებს კაპიტალ დაბანდებას ინფრასტრუქტურაში და ფეხბურთის განვითარებაში და ნამდვილად მოიტანს ეს შედეგს მომავალში. ჩვენ FIFA-ში და UEFA-ში, ჩვენს გვერდით დგას UEFA, ძალიან გვახარებს, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივებს და ვიყოთ ამ დიდი ინიციატივების მონაწილე. კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა იყო ზაფხულში, როდესაც თქვენი ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპულ ასპარეზზე და ეს ვიღაცისთვის შეიძლება გასაოცარი იყო, მაგრამ ჩემთვის არ იყო ნამდვილად სიურპრიზი, იმიტომ რომ თქვენ აჩვენეთ უკვე რომ კვალიფიკაცია ძალიან დიდი გაქვთ და თანმიმდევრულად მიდიხართ, სტრატეგიულად მიდიხართ წინ და ამიტომ გილოცავთ და
გეუბნებით რომ თქვენ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ მსოფლიოზე თქვენი საოცარი თამაში ამ შანსს ვიყენებ და მადლობას გამოვხატავ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ პროფესიული მიდგომის და საოცარი თანამშრომლობისთვის FIFA-სთან ძალიან დიდი მადლობა ის რომ საუკეთესოს საქართველოს ფეხბურთის და კომაგებისთვის Thank you very much. ეხლა სიტყვას თხოვ ჩვენ მეგობარს UEFA-ს წარმომადგენელს, ჰეტრიკის პროგრამის თავარ მენეჯერს, ბატონ დენის და ასევე რა თქმა უნდა მადლობას გადავუხდი ასევე ჩემ მეგობარს და ჩვენ მეგობარს UEFA-ს პრეზიდენტს ალექსანდრე ჩეპერი. Hello everyone. მოგესალმებით ყველას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო კახა, ბატონო ლევან, დავით მადლობას გიხდით რომ მოგვიწვიეთ. არასოდეს არ მეგონა რომ მესის და მილანის გულშემატკივარი ვიღირსებოდი ამ დღეს და კახი კალაძის სახელობის ამ სასწავლო ცენტრის გახსნას დავესწრებოდი. ეს ნამდვილად არ იყო ჩემს ოცნებებში და ამიხდა ძალიან დიდი პროგრამა განხორციელდა ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს იყო დიდი წარმატება და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვილოცავ საქართველოს ფეხბურთის კომაგებს და ფედერაციას ამ საოცარი შედეგის მიღწევას. ჩვენ ყველა კონკრეტულ საკითხებით თანამშრომლობთ თქვენთან და გილოცავთ 21 წლის გუნდის სლოვაკეთში წარმატებას. ეს იყო საოცარი თამაში ზაფხულში იყო საოცრება, რაც საქართველოს მოახდინა. ყველა პატარა ბავშვს, რომელიც ამ მოედანზე თამაშობს და ითამაშებს, უსწრებ უშველებელ წარმატებას, რაც ბატონმა ლევანმა და ბატონმა კახამ აჩვენა ქვეყანას და მსოფლიოს თავის დროს. ეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა და გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. ფოტოებია ეს. Thank you guys. Thank you.